გერმანიაში 23 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნების წინ გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა დებატები გამართეს. წინასწარი გამოკითხვებით ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ხმათა 30%-ს მიიღებს და პირველ ადგილს დაიკავებს, ხოლო მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია ხმათა 15%-ით მესამე ადგილზე გავა. დებატებზე პოლიტიკოსებმა ისაუბრეს გერმანიის ეკონომიკის სტაგნაციაზე, უკანონო მიგრაციასა და ევროკავშირის ერთიანობის საკითხებზე. აგრეთვე ისინი შეეხნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს. ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა ტრამპის წინადადება ღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლების შესახებ. ეს სკანდალია. გარდა ამისა, საშინელი ინიციატივაა, რადგან ვხედავთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა. ღაზისთვის ეს ომი წარმოუდგენლად დამანგრეველი იყო. ეგვიპტისა და იორდანიის მთავრობების და მრავალი ადამიანის აზრს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ პალესტინელთა გადასახლება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ოლაფ შოლცის მოსაზრება გაიზიარა მისმა მთავარმა კონკურენტმა ფრიდრიხ მერცმაც. ვიზიარებ ოლაფ შოლცის შეფასებას, თუმცა ეს მხოლოდ მცირედია იმ განცხადებებისა, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აკეთებს. ეს განცხადებები ნამდვილად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, უნდა გაირკვეს ამის შესახებ სერიოზულად ისაუბრეს, თუ არა, და როგორ აპირებენ ამ ყველაფრის განხორციელებას. დებატებზე ისაუბრეს დონალდ ტრამპის იმ განცხადებაზეც, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი. ფრიდრიხ მერცის თქმით, ეს განცხადება სრულიად ლოგიკურია და ამაზე სასაუბრო არაფერია. თუმცა ოლაფ შოლცის აზრით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება თავად გადაწყვეტონ, რომელ კატეგორიას განაკუთვნებენ თავს. ვფიქრობ, ეს უადგილოა. ყველა ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი იმ ფორმით, რა ფორმითაც სურს. ვფიქრობ, რომ თუ ადამიანებს არ სურთ კატეგორიზაცია, მაშინ მათ უნდა მიეცეთ ამის უფლება. ეს არაა ჩვენი საქმე. არ მინდა ვიცხოვრო სამყაროში, სადაც ჩვენ შეუძლებელს გავხდით იმას, რაც სხვას აბედნიერებს. უკანონო მიგრაციაზე საუბრისას ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ასობით ათასი ადამიანის უკანონოდ შემოჭრის ფაქტზე. ოლაფ შოლცი ოპონენტის აზრს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ 2024 წელს უკანონო მიგრაციის შემთხვევები შემცირდა. საჭიროა გადამწყვეტი ზომების მიღება. სწორედ ამიტომ მე მოქალაქეთა უმრავლესობასთან ერთად მომხრევარ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მკაცრი ზომების. თუმცა მინდა ვთქვა, რომ გერმანიაში საზავსრო კონტროლის უზრუნველსაყოფად 40,000 მიგრანტს ეთქვა უარი ქვეყანაში შემოსვლაზე. ამით ჩვენ უკანონო მიგრაციის აღკვეთის შემთხვევები 100,000-მდე გავზარდეთ. 2024 წელს გვქონდა თავშესაფრის მოთხოვნათა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ. მას შემდეგ, რაც კანცლერი გავხდი, დეპორტირებული ემიგრანტთა რაოდენობა 70%-ით გაიზარდა. რადგანაც მერცი ამაზე საუბრობს, ვეთქვი, რომ ამ კურსს გავაგრძელებ კიდევ უფრო მკაცრი კანონებით, რომლებიც შევანთანხმებ მთავრობასთან და ბუნდესტაგში წარვადგენ. გერმანიის მთავრობა უმოქმედოდ არ ყოფილა, თუმცა რაც გააკეთა არასაკმარისია. მე ამას ისევ უყურებ, როგორც არის. ოლაფ შოლცის სიტყვები გაზვიადებულია. ბატონო შოლც, ჩვენ ჯერ კიდევ ვიღებთ იმაზე მეტ მიგრანტს 4 დღეში, ვიდრე ვუშვებთ უკან 1 თვეში. შარშან გვყავდა 240,000 მიგრანტი. თქვენი კანცლერობის შემდეგ 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში 2 მილიონი მიგრანტი უკანონოდ შემოვიდა. მარტივად რომ მივხვდეთ, ეს ქალაქ ჰამბურგის მოსახლეობაზე მეტია და 4-ჯერ მეტია ნიუნბერგის მოსახლეობაზე. გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 16 დეკემბერს ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცის მთავრობას დობა არ გამოუცხადა და გერმანიის პრეზიდენტი იძულებული გახდა თებერვლის ბოლოს ვადამდელი არჩევნები 7 თვით ადრე დაენიშნა.